მინდება და მაპოვოს ყველაფრისათვის თვის შეწყვეტ შევიკრიბეთ ვილოცეთ თვის წინაშე ჩვენ ვამხნევს მაცხოვრის სიტყვები სადაც 1 და 2 იყვნენ შეკრებილი ჩემი სახელით მეც ვიყავ მათ შორისო და ჩვენც მოდივართ შეძლების დაგვა სხვადასხვა ადგილიდან ჩვენი საქმეებიდან რაღაცნაირად ვახერხებთ რომ ამ პიროში ერთხელ სხვადასხვა ტალღის მრევლი სხვადასხვა უნის მაცხოვრებელი რაღაცნაირად ვიკრიბებით აქ და ჩვენ სანატრელი დამთავრების წინაშე მათ მეოხებას ვითხოვთ თავთან და აღმოგლებობის თქვენს ოჯახებს და ისმინოს ჩვენი ლოცვა მერთმა და ჩვენი მსახურება შეიწიროს უფალ ჩვენ და ვეცადოთ რომ ჩვენი ცხოვრება იყოს მაცხოვრის ცნებების მიხედვით სანატრელი და სასურველია რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ღვთისთვის სათნო ყოველი ჩვენი ნაბიჯი ჩვენი სიტყვა ჩვენი საქმე ჩვენი ფიქრი იყოს ღმერთისთვის სათნო და არ იყოს მისი ცნებების საწინააღმდეგო ამას უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი ცხოვრება ასეთი იყოს აი ისეთნაირად თავდება ისეთი სიტყვებია პარაკლისში ისეთნაირად ვებით რაღაცნაირად აი ქრისტიანულ იმაში რაღაცნაირად შინაგანად ვივსებით რომ აი სინათლე შემოდის რა სამწუხაროდ გავმივართ და მე წუთისოფელი ძარცობს მთლიანად რა ცდილობს რომ აი წაგვართოს ეს სიხარული ეს რაღაცა მადლი გამძარცობს მთლიანად და ისე უნდა მოვიდეთ ისე უნდა აქ მიიღება მადლი რომელიც ჩვენ გვაცოცხლებს და ჩვენ ცხოვრებას აზრს აძლევს და საერთოდ ძალას გვაძლევს რომ ამ წუთისოფელში გავძლოთ ეს წუთისოფელი ისე გასულს აქეთ აზრიდან ეს დაატრიალებს ასე როგორც აი მანისის დინარეებს აფრთხილებს აბრუნავი ასეთი ადგილები ისე დააბზრიალებს ეს ადამიანს და მე უკვე თავის ჭკუაზე ატარებს და დავყვებით 1000 ფიქრებს 1000 მიზნებს და მთავარი მიზანი ცხონება აი ხანდახან დავიწყებულიც გვაქვს და რო შეხედოს ადამიანმა არა ეს ქრისტიანი არ იქნება იტყვის პირდაპირ და უნდა ვამტკიცო ჩვენ რომ აი არა ჩვენ ქრისტიანი მე ქრისტიანი ამის თქმა არ უნდა ჭირდებოდეს საერთოდ ადამიანს რო შეხედავდა ეს ქრისტიანი იქნება ასეთნაირად უნდა ჩანდეს აი როგორც სათელი ხო სახარებაში ხო ამბობ თქვენ ხართ ნათელი სოფლისანი და ვერ ხელეწიფებს ვერ დაიმალება ქალაქი მაღალზე როგორც აშენებული ან სანთელი ათელია არავინ არ დგამსო ათელს ვინმე სანთელს და მე სადღაც შედგას ქვეშ არა პირიქით ასე ამაღლებულ ადგილს ხო ხდება ხანდახან იყო შუქები მიდიოდნენ ხო აი მარჩებით ადგილს საიდან უფრო ცდილ გაანათებს თელ ოთახს ხო ასე უნდა იყოს ქრისტიანი აი ასეთნაირად უნდა ანათებდეს თითოეული ქრისტიანი ირმი ჩვენ გვაქვს მოცემული გზა ეს არის მაცხოვარი თვითონ განკაცდა მერტი იმისთვის რომ ჩვენთვის ეჩვენებინა მაგალითი განკაცდა გამოისყიდა ჩვენი ცოდვები გამოისყიდა მთლიანად და აი ვეუბნოთ რასაც ჩვენ ვიმსახურებთ ჩვენამდელები და ჩვენ შემდგომი ადამიანები ყველას ნაცვლად იტანჯა იწვალა შეურაცხყოფაც მიიღო ყველაფერი აიღო ეს ჩვენი ცოდვები არის სიტყვები საკითხავებში აიღო ეს ჩვენი ცოდვები და ჯვარზე მიამსჭვრა მიაჭედა და გამოისყიდა თავისი სისხლით გამოგვისყიდა ჩვენ ყველა და ჩვენ მოგვეთხოვება რა ამის დანახვა ანუ რწმენა სინამდვილე ჩვენი ცოდვების გამო და შესაბამი აქედან გამომდინარე სიკეთე უნდა ვაკეთოთ ჩვენ უნდა სიკეთე ვაკეთოთ ჩვენი ვალდებულება ეს და აი ნამცეც ვითქვამთ ჩვენ ხო როგორც ფუტკარი ასე უნდა იყოს ვიღაცას რაღაცას მივცემთ ყველა შეუძლია რაღაცა სიკეთე აკეთოს ყველა შეუძლია ელემენტარულად ერთი კერძი რო ვინმეს მიაწვდა ხო იყო ადრე ჩვენ ვაქვთ რომ მეზობლებთან რაღაცას მიაწვდა რაც არ უნდა მდიდარი იყოს ადამიანი აი რაც არ უნდა არაფერი რო არ აქვს დღეში ორჯერ მინიმუმ მაგრად შევდება ყველას რა და გემრიელი საჭმელი
აი ყველ ხონებით რომ გადადუღდეს, ხო? დღეში ორჯერ გემრიელი საჭმელი იმისთვის არის შვება. ყველა ადამიანისთვის ეს არის ყველასთვის მოცემული საშუალება, რომ აი იმ დროს რომ ვიღაცას რომ მიაწოდო შენ, რაღაცა მინიმალური ერთი თემში რაღაც. ამხელ ამბავი ხო იმისთვის, ვინც მოშინდა 2 საათია, არ უჭამია 3 თუ გახდება 4 საერთოდ გელივით ხო? ამ დროს ყველას არის ამის საშუალება. სხვა სიკეთეები ახლა ჩვენ უნდა ვეძებოთ, ჩვენ ვართ ამდენივე. ჩვენ ვჭირდება ესო ვიღაცას დავეხმაროთ, მადლი გავაკეთოთ. იმასაც ჭირდება მატერიალურად. ჩვენ სულიერად ვჭირდება, ჩვენ ცოდვების გამოსყიდვა იმას, რასაც მივცემთ, შეჭამს ან იყიდის რაღაცას და დახარჯებს. მორჩა იმის მეც ის ვერაფერს ვერ იღებს. ჩვენ ვიღებთ ცოდვების შემდომას, მადლს, სიხარს, რამდენადაც ვიღებთ ის ვინც გასცემს. ვისაც აძლევენ ის იმას მარტო იმას, რასაც აძლევენ. ხო, ეს ორმხრივ სასარგებლოა და ამისთვის კიდევ უფრო მეტი. მაცხოვრის გზით უნდა ვიაროთ და ამ მაცხოვრის გზას ჩვენ მამა-პაპასაც ვუვლია. არა ჩვენ პირველი თაობა, ხო? აგეთ აისა 1700 წლის ზეიმია საქართველოს გაქრისტიანება. წინა დღეებში სვეტი ცხოვრობა იყო, ხო? მერე მოწამეთობა იყო, სვეტი ცხოვრება. მიიღო ჩვენმა, აი როგორც საქართველოს მიწა ჩაიკრა, უფლის ყვართი, ჩაიკრა და ჩაიკრა. ასევე ჩვენ ხალხმა საქართველოს მიიღო სარწმუნოება და ჩაიკრა გულში ისე მტკიცე და ისე მაგრა არ გაუშვია ამდენი საუკუნეა და ბოლომდე თვის მადლით შეწევნით ასე იქნება. არ გაუშვია არც სისხლის ბრადაგლებია ჩვენს მამაპაპ წინაპარს ამის გამო. არც გაჭირვება, არც არაფერი, მაგრამ საქმეზე რომ მიდგებოდა ყველაფერს თმობდნენ, სიცოცხლესაც კი, მაგრამ ამას არ თმობდნენ და ჩვენამდე მოიტანეს ეს დროშა, რომელიც ცოტა ხნის წინ ერთ კაცს ეჭირა მარტო გვითხოვთ ჩვენ ეს. ერთმა კაცმა შეძლო ამ დროშის წარება, მეორე, მესამე, 1-2 თუ ეხმარებოდა მხოლოდ. იყო აი ძიმე წლები, ჩვენ რაც გავიარეთ, ძიმე წლები და ილია მეორე იყო ის ერთი კაცი. და 1-2 თუ მიეხმარებოდა, რომელმაც ეს დროშა ერთ კაცს ეჭირა. დგება დრო, როცა ეხლა დაუძლურდა და მთელი ერე უნდა შევძლოთ, რომ ამდენმა 1000-მა და 10,000-მა როგორმე ის ერთი დროშა ერთ კაცს რო ეჭირა, უნდა შევძლოთ ამდენმა, რომ რაღაცნაირად დავიჭიროთ. ასე მოდიოდა ჩვენი წინაპრები და ასე მოვიდა ჩვენამდე. და თუ კი ჩვენ რაში გამოიხატებოდა ეს? ილია ჭავჭავაძისა ყველაზე ხატოვნად ნათქვამი. ხო აი რაღაცნაირად სიტყვის დიდოსტატი ხო? მადლიანი წმინდა ილია მართალი. როგორ აქვს? თუ გამახსენთ ახლა ზუსტად. როგორც ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის, ასე ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის, ხო? ამ პატარა საქართველოს გადაუღեղეთ მკერდი და ამ მკერდზე როგორც კლდეზე დაუდგით ქრისტიანობას საყდარი. ქვებად ჩვენი ძვლები ვიხმარეთო, კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისა და ვერ შემოსრეს იგი. აი ასეა მოტანილი ჩვენამდე და მოსული. ასე უნდა გავაგრძელოთ და ვეცადოთ. ჩვენ სუსტები ვართ, ყველა სუსტი ადამიანზე სუსტი რავი ვინ არის, ბეწვზე კიდია ჩვენი ყველაფერი. სიცოცხლეა თავიდან ბოლომდე. მაგრამ ღმერთს ყველაფერი შეუძლია. თუ კი არის ნება ადამიანის, იქ ღმერთი მოქმედებს და შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელას ღვთისა მიერ და უნდა ამრწმენით, აი ჩვეულებისებრ მამულისა სვლა, ანუ მამა-პაპისეული სარწმუნოებით ცხოვრება. ჩვეულებისებრ მამულისა სვლა, ასე უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება. და სიკეთეები უნდა ვაკეთოთ ყველა. შემთხვევით რაღაც გადავშალე წინ. დღეს გადავშალე ერთი ადგილი გრიგოლ ხანძთელის ხსენება რამდენიმე დღეში და იქ გრიგოლი ეუბნება ბაგრატ მეფეს, აშოტის შვილი, შუათანაშვილს ეუბნება ბაგრატს, რომ მეფე მეო ჩვეულება მაქვსო, გულსმოდგინე ლოცვა შენთვისო, რომ შენო არ მოგაკლდესო კეთილი საქმეებიო
მეფობის მიზეზით. დაუკვირდით მეო გულსმოდგინედ ლოცულობ რომ კეთილი საქმეები არ მოგაკლდეს შენ მეფობის მიზეზით. ანუ მეფე მართვას ამები ხალხის ქვეყნის აი შინაური გარეული პერი მოყარე 1000 ვიღაც ამ საზრუნავებზე გადაყოლის კეთილი საქმე ყველას კეთილი თამარი თავის ხელით ხო გსოვდა აი დაგვიანდა რაღაცა ის медальоნის და მე აჩუქი შესწირა ხალხს ხო მე გაიგო რომ თურმე ვიღაცისგან გაიგო რომ 7 სამდელო შესამოსებს თუ დაარიგებდა ეს დიდი მადლი იყო და თავისი ხელით რომ მას პირ რა თქმა უნდა ხაზინიდან სამეფო საგანძურიდან ვიცი ჩვენ რომ გაიცემოდა და ღარიბი არ მოიპოვებოდა ხო ყველას ურიგებდნენ მაგრამ ამის გარდა ეს მაინც საქვეყნო სიმდიდრე იყო ამის გამო პირადი მისი ხელით მისი შრომის ნაყოფი რო გაეცა მეფეებსაც კი და ყველას და აი ამას გულისხმობს გრიგოლი ეუბნება ბაგრატს რომ მეო ჩვევამაქსო შენთვის გულსმოდგინედ ლოცვაო რომ შენ კეთილი საქმეები არ მოგაკლდეს მეფობის მიზეზით ანუ რამდენად მნიშვნელოვანია კეთილი საქმეები უნდა გქონდეს ჩვენ ბევრი კეთილი საქმეები ძალიან ბევრი და არ არის აი 10 ქალწულის იგავი არის ძალიან საფურადღებო იგავი ხო 10 ქალწული 5 სავსეა ხო ზეთის ჭურჭელი მეორე 5 აი ქრება აქვს ზეთი მაგრამ ხდებიან რომ ეს არ იკმარებს სიძის მოსვლამდე არის საკმარისი ზეთი 5-ის ზეთის ჭურჭელში და ამ 5-ს ქონდა დღიალებდა მათი კანდელი ხო ქონდა ზეთი ანუ კეთილი საქმეები ფუტკარი რა მიკროსკოპით დასანახია ის რაოდენობა ალბათ ერთ გზაზე რომ მოაქვს ფუტკარს ერთ გზაზე რომ მოაქვს თაფლი აი რა ცოტა ხოჯერ ფუტკარი რა იმის ორგანოები რა არის და იმაში რომ რაღაცა დევს კიდე ნამცეცი ის რა უნდა იყოს და აჰა ჭურჭელებით დგას თაფლი და რა ვიცი ქილებით და ბიტონებით და რა კასრებით დგას თაფლი ასე შეგროვილი ნამცეც აი ასე უნდა იყოს ადამიანის და ვაგროვთ რომ ის ზეთი დიდი შეიძლება ძალიან დიდი ქრისტიანებიც ვიყოთ მაგრამ კეთილი საქმეები აუცილებელი ის 5 რომლებიც ვერ ეღისენ არა გიცნ თქვენ მაცხოვარ მომთხ ხო არ გიცნ წადით მაგრამ არ გიცნ თქვენ არ გაუღებთ კარს ის 5 რატო იწოდება სულელება 5 ბრძენი და 5 სულელი ხო ასე იწოდება სახარებაში რატო ქალწულები იყვნენ 10-ვე ამ ხელა ღვაწლში იყვნენ ქალწულების ღვაწლი ჰქონდათ 10-ვეს და სულელები რატო იწოდება ვიცითო იმიტომ რომ ამ ხელა ღვაწლში იყვნენ და აი იმის გამო კეთილი საქმეები არ ხდება საკმარისი დაღუპეს ეს ამ ხელა ღვაწლი ვიღაცა ლოცულობს მარხულობს ვიზარებს მეტანიებს აკეთებს ასე ცხოვრ წლები ანდეგილი ანტონი მეწაღე აღმოჩნდა იმაზე სულიერად მაღალი არც თავს არ იკლავდა თითქოს ხო ეს კიდე თავისი წესი და მარხვა და მკაცრი და საერთოდ უჭმელობა და ამდენი და აღმოჩნდა რომ ამ განდეგილ უდიდეს მამაზე მეტი ვიღაც მეწაღე აღმოჩნდა უთუთის წინაშე ხო რომელიც ჩვეულებრივ ქრისტიანულად ცხოვრობდა ოჯახიც ყავდა და რითი და გული შინაგანი და მე რას არაფერიო მე არაფერს არ ვაკეთებ რა ვიცი არა რაღაცას აკეთებ ისეც რომ ღმერთმა მითხრა რომ შენ ხარ დიდიო რას არაფერს რა თელ ჩემს შემოსავალი რაც მოხსო შუაზე ყოფო ნახევარს ოჯახს ხომ ნახევარს ვარიგებ ნახევართანო და უანგარო და სიხარულით მისაცემელი უყურს ასე რომელმას თესოს რიდობით სამოიმკოსო რომელმას თესოს კურთხევითსა მოიმკოსო აი ასე წერია მერთმა დაგლოცო აკუთხო ხნედა იმედიანად